საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები უკვე დამტკიცებულია. სარჩელით პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ორშაბათს მიმართავს. ინიციატივა საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიას და კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ. ქართული ოცნების საკონსტიტუციო სარჩელით აკრძალვა ჯამში 10-მდე პარტიას ემუქრება, თუმცა ნაციონალური მოძრაობის გარდა ვინ მოხვდა სიაში მას შემდეგ გაირკვევა, რაც მართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. წესების მიხედვით ცხადია ვერ იარსებებს პარტიული უჯრედი, იარსებებს მხოლოდ პატრიოტული ჯგუფები და ცხადია ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ეს ბრძოლა იქნება აბსოლუტურად ეროვნული პარტიული ჩარჩოების მიღმა, რომ გავათავისუფლოთ საქართველოს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმისგან და ცხადია ამას სჭირდება დიდი ერთიანობა და დიდი წინააღმდეგობა. ერთიანობისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მათ შორის პარტია არ არის იურიდიული ან სამართლებრივი სტატუსი, პირველ რიგში პარტია არის მოქალაქეები, ამომრჩეველი საზოგადოება, რომელსაც აქვს ნდობა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიმართ. ასეთი ჯგუფი ნამდვილად არის ნაციონალური მოძრაობა, ჩვენ გვყავს ერთგული ამომრჩეველი და ჩვენს ამომრჩეველთან, ჩვენს ხარდამჭერებთან, გულშემატკივრებთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას. ნამდვილად ვერც კი წარმოვიდგენთ, რას ფიქრობს და როგორ აპირებს ამ ყველაფრის განვითარებას, თუმცა თუ მას ნაცების გაუქმება სურდა, ქონდა ამისთვის 13 წელი, მაგრამ ეს არ გააკეთა და პირველ რიგში იმ ვითარებაში, რომელშიც ოცნება დღეს არის, როდესაც მისი საპარლამენტო სიის 2/3-ს წარმოადგენენ ნაციონალური მოძრაობის 2012 წლამდე არსებული რეჟიმის გამოკვეთილი სახეები, ჩემი აზრით, ნაცების გაუქმება და ეს პროცესები უნდა დაიწყოს საკუთარი პარტიის რიგებიდან. სარჩელში ყველაფერი კარგად იქნება გაწერილი. იცით რომ საგამოძიებო კომისია 400 გვერდზე მეტია და არის ერთის მხრივ პოლიტიკური აქტი და მეორეს მხრივ მაღალი სტანდარტით შემუშავებული სამართლებრივი აქტი, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რასაც დაემატება მაღალი ხარისხით 4 ოქტომბრის საჯაროდ დადასტურებული მტკიცებულება, რომ რაც ჩვენ 6 თვის განმავლობაში მოვისმინეთ და დავწერეთ, დაადასტურა თავად ნაცმოძრაობამ ფილიალებთან ერთად, რომ დიახ, ის არის პოლიტიკური ძალა, ეგრეთ წოდებული, რომელიც დამხობისკენ არის, ადამიანების სიკვდილისკენ არის მიმართული და ასე შემდგომ. გარკვეული ტექნიკური საკითხები დაზუსტდა, ჩვენთვის თავარია, რომ გამართული სარჩელი შევიტანოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. იმ პირობებში, როდესაც მართველი გუნდის ერთადერთი ოპონენტია კრიმინალური პოლიტიკური ძალა, კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით, რა თქმა უნდა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება, ამიტომ ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული სისტემის, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და სწორედ ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც რამდენიმე დღეში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენი ამოცანა ერთადერთი პოლიტიკური ძალის არაკონსტიტუციურად გამოცხადება, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა და ერთადერთ პოლიტიკურ ძალას ეხება სინამდვილეში ის სარჩელი, რომელსაც ვამსადებთ. სია გახდება ცნობილი, როგორც კი შევიტან სარჩელს. მეგატივი დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ მოქალაქეები ამ საკითხზე ქუთაისში. ყველა მთავრობაში, მაშინ ყველა მთავრობას დანაშაული აქვს ჩადენილი მთავრობა. ცოტა და უდანაშაულო არავინ არ არის. პატიება უნდა შეგვეძლოს ერთმანეთისა, პატიება უნდა ვიცოდეთ. მით უმეტეს თანამდებობების პირები არ არის. როგორ ვთქვი, ნაციონალური მოძრაობა იკრძალება რა შეიძლება ქვეყანაში? არ ვიცი, არაფერი. უნდა დარჩეს ნაციონალური მოძრაობა. და ეს რაც არის, უნდა გაქრეს. თქმა უნდა აიგზავნოს და ისე უნდა აიგზავნოს, რომ მაგენი დუხი არ იყოს საქართველოში. არა, მაგენმა რაც აკეთეს, მე გელაპარაკები 85 წლის კაცი. თავიდან ხეხებავდი ვიცი ყველაფერი. არავით არის დანდობა მაგას. არავით არის დანდობა. წავიდეს მაგენი მოციდე, რაკიდან ვიღაც ახალი გამოჩეს იქნება. ახალი გამოჩეს, რომელიც ჩოუდგება აგეს ოპოზიციას. შეიძლება არც ეგენი არ უხია, მერც არა. რა შედარება ახლა როგორ თანდაგამიცა. აგერ ახლა დღეს ვითხეს პური უნდა გააცვირო. მაგრამ რა ვქნათ, არა გვაქვს საქმე. უნდა მოცილდეს სააკაშვილი და მუსაკუ არია. მაგასთან გზაზე, ხო, იგის უნდა წევიდეს.
რა სწრაფად გაკეთდება უკეთესია. ანუ ფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობის საკითხად სხვა პოლიტიკურ პარტიებს დაუწყობს ასე. რა თქმა უნდა, აღმოცენ ახალი პარტიები გამოჩნდება. ისეთი როგორიცაა გირჩი, ვიღაცა კიდე გამოხდება რაღაცაიდან. ამდენი ხალხი ვხავს. გადო შევალიეთ თელი ცხოვრება ამ ორი ყველას რომ ეჭიდავებიან ესენი. ეს ნაცნობრობა როგორ გამოყვეს მაგერმა თავი ჯერ 2012 წელს როგორ დამალულები იყვნენ. ხოდა ამ კოჰაბიტაციამ და ამ უბედურებამ არ გამოწიეს და როგორ ყოფილობდნენ. რა ვიცი, ახლა თვითონ უნდა გადაწყვიტოს თავრობამ ვინ როგორ აფერ, აბა რა ვიცი. სხვანაირად მე ახლა მაგაც ვერ გადავწყვიტა. ვის რა ფერ უნდა და როგორ უნდა. თუმცა პარტიების საერთოდ არ არის საჭირო ბევრი, უნდა იყოს ერთი. არ არის ამ აუცილებელი, რომ იყოს 5, 6 და 10 პარტია. უნდა იყოს ერთი და უნდა იყოს შეთანხმება ყველასთან. არ უნდა შეწყვეტოს ნამდვილად.